მოგესალმებით. წინა გაკვეთილებში ჩვენ ვისაუბრეთ ეკრანის პარამეტრებზე. ვისაუბრეთ კონტექსტურ მენიუზე. პროგრამების სრულ წაშლაზე და საერთოდ დესკტოპზე არსებულ პრობლემებზე. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ მეტისმეტად წყვილმან პრობლემებზე ვამახვილებ ყურადღებას, მაგრამ მე კიდევ მინდა გავიმეორო ის, რომ ჩემი გაკვეთილები ძირითადად მიმართულია და ძირითადად იმ ხალხის თხოვნით არის ჩაწერილი, რომლებიც არიან ასაკიანი ხალხი, ჯერ კომპიუტერთან შეხება არ ქონიათ და რადგან ისინი ასაკიანი ხალხი არიან, გარკვეული პრობლემების გამო კომპიუტერულ კურსებზეც ვერ ახერხებენ სიარულს. ამიტომ მე ამ ჩემს გაკვეთილებს წერ იმათი თხოვნით და როგორც იმათ ვთხოვეს, დეტალურად ყველაფერი აინტერესებთ. დღეს მინდა ვისაუბრო ძირითად მართვის პანელზე, პანელ უправლენიაზე, რომლიდანაც იმართება მთელი კომპიუტერი. აი აქ როგორც ხედავთ, საკმარისი რაოდენობის ხატულა, თითეული ხატულა, თითეული განყოფილება. მოგეხსენებათ, კომპიუტერს ძალიან ბევრი განყოფილებები აქვს და ბევრი ფუნქციები აქვს. პირველი ეს არის ფლეშ პლეიერი. ფლეშ პლეიერი ემსახურება ვებგვერდებზე ფლეშ თამაშებისა და ვიდეო რგოლების გახსნას. დაახლოებით 1 თვის განმავლობაში გვიწევს ფლეშ პლეიერის განახლება. ეს არის ეს განყოფილება, მეორე განყოფილება ეს არის ჩვენი მონიტორის განყოფილება, რომლიდანაც იმართება მონიტორი. მესამე განყოფილება ეს არის პატარა უდილდა, რომელიც განაგებს მთელ სისტემას. ჩვენ შეგვიძლია აქედან ნებისმიერ განყოფილებაში გადავიდეთ, აი დაუშვათ, გადავიდეთ მაუსის განყოფილებაში. ჩვენ შეგვიძლია მაუსი აქედან ავაჩქაროთ, ან ნელი მოძრაობა მივცეთ. გადავიდეთ შემდეგ, დაუშვათ სამუშაო მაგიდაზე. სამუშაო მაგიდაზე ჩვენ შეგვიძლია პატარა უდილდის მეშვეობით აი ეს ხატულები კიდ მოვნიშნოთ, რომ იარსებონ ჩვენ მაგიდაზე და კიდ წავშალოთ. ნუ ასე სხვა დანარჩენი განყოფილებებიც ყველა რაღაც ფუნქციას ემსახურება. მეოთხეს ჩვენ გვაქვს ავტოზაგრუსკა. აქედან შეგვიძლია ჩვენ ვმართოთ ის პროგრამები და ის სამსახურები, ის სერვისები, რომლებიც კომპიუტერის ჩართვასთან ერთად ირთვება. ეს ხატულა ემსახურება Windows-ის განახლებებს. შეგვიძლია მივიღოთ ინტერნეტ ქსელიდან კომპიუტერის ეტაპობრივი განახლებები, შეგვიძლია ეს განახლებები გავთიშოთ და როგორი Windows-ის დავაყენეთ, ის დავტოვოთ ბოლომდის. ეს ადმინისტრაციული ხატულა, ადმინისტრატორის ფუნქციები და მოვალეობებია აქ. აი ამ განყოფილებაში ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ ჩვენი ვიდეო კარტის ანალიზი და ტესტი. ეს დაფის ანალიზია. ამ განყოფილებაში შეგვიძლია ტესტი ჩავუტაროთ, შევამოწმოთ ბეთ სექტორებზე ვინჩესტერი და გავარკვიოთ რა მდგომარეობაშია ჩვენი ვინჩესტერი, ან რამდენი დარჩენია სიცოცხლე კიდევ. ესეც ანალიზს ემსახურება მხოლოდ ეს უკეთებს ანალიზს ცენტრალურ პროცესორს. ანტი-ავტორო. ეს არის ანტივირუსის ნაირი
პატარა უტილიტა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ავტორანის ვირუსს. რათა ავტორანის ვირუსი არ შემოიჭრას ან არ განვითარდეს ჩვენ კომპიუტერში. ეს Windows-ის ერთგვარი დაცვა არის. ამ განყოფილებაში ჩვენ ვასწორებთ დროს, წელს და ტაიმფრეიმია, საათს. ესეც არის განყოფილება, რომელთაც შეგვიძლია დავგეგმოთ ესა თუ ის დავალება ჩვენ კომპიუტერში, რუსულად dispatcher задачи. ეს განყოფილება ემსახურება ხმას, აუდიო ჩაწერებს და საერთოდ აუდიო-ვიდეო ფაილებს. აი ეს განყოფილება უკვე ამას გეიმერების განყოფილებას ეძახიან. იგროვიე უსტროისტვა, სათამაშო მოწყობილობები. ეს ხატულა მე თვითონ არ ვიცი რა არის, არც გამომეყენებია არასდროს. გადავიდეთ შემდეგზე. ამ განყოფილებაში ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ჩვენი დისკ-აბოდის დისკ წამყვანის ავტოგაშვება. ეს ემსახურება დისკების ჩაწერას. ნერო პროგრამაა ძირითადში, ეს ემსახურება დისკების ჩაწერას. ესეც პატარა უტილიტა, რომელიც თან ერთვის ამ ნერო პროგრამას. ეს არის უკვე კლავიატურა. აქედან იმართება კლავიატურა. ჩვენ შეგვიძლია კლავიატურის კლავიშები შევცვალოთ, ან სხვა მნიშვნელობა მივცეთ თითოეულ კლავიშს. ეს არის უსადენო ინტერნეტის განყოფილება. ჩვენ თუ ჩვენ კომპიუტერზე დავაყენებთ, პერსონალურ კომპიუტერზე თუ კი დავაყენებთ ჩვენ უსადენო ინტერნეტის კარტას, ჩვენ შეგვიძლია ამ განყოფილებიდან ვმართოთ Wi-Fi ინტერნეტი. ეს ხატულა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამით შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი საოჯახო ქსელი, რომელზეც მიერთებული იქნება რამოდენიმე კომპიუტერი. მონიტორინგ სისტემი. ამ განყოფილებით ჩვენ შეგვიძლია სისტემას ჩაუტაროთ მონიტორინგი. როგორ მუშაობს, რა ნიშანი ეკუთვნის ჩვენ სისტემას, როგორი სისტემური რესურსი არსებობს კომპიუტერში. ეს არის როგორც ხატულა მიგვანიშნებს მაუსის განყოფილება, შეგვიძლია მაუსს შევცვალოთ ღილაკებს მნიშვნელობები, მაუსის ღილაკებს მარცხენა, მარჯვენა და მარჯვენა, მარცხენა. ეს არის ასევე დაგეგმილი დავალების შესრულების განყოფილება. აი ეს განყოფილება ემსახურება ჩვენ კომპიუტერში და ჩვენ ვებ გვერდებზე არსებული შრიფტის სისუფთავეს. ამით შეგვიძლია ჩვენ ვებ გვერდებზე შრიფტი ვაჩვენოთ ისეთი, რომ კარგად ვხედავდეთ, სუფთად ვარჩევდეთ შრიფტს. სისუფთავეს ვარეგულირებთ შრიფტის სისუფთავეს ამ ხატულადი. ეს რა გვაქვს? ეს არის სისტემის გასწორება, სისტემის პარამეტრები. ეს როგორც მოგეხსენებათ არის ინტერნეტ ქსელში სამოგზაურო ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც ინტერნეტ ექსპლორერი ეწოდება. ეს არის პანელ задачи. აი ამ პანელის მენიუ. პოსტა გვაქვს, პრინტერი და ფაქსი. აი ამ განყოფილებით შეგვიძლია ჩვენ დავაინსტალიროთ პრინტერის დრაივერი და მართოთ თვითონ პრინტერი ჩვენი სისტემიდან.
ამით ხდება შემოწმება მონიტორის, ტესტირება მონიტორის, ფერების გამუქება, გავიავება და ასე შემდეგ. ეს არის უკვე ოპერატიული მეხსიერების შემოწმება, ტესტირება. ამით ჩვენ შეგვიძლია აი ამ განყოფილებით ჩვენი საფიგაშვების პანელი გავაღიაოთ ან გავაფერმკრთალოთ საერთოდ, ან გავამოქოთ. ეს არის რედაქტორ რესტრის რედაქტორია, რომელთანაც იმართება პროგრამული შემადგენლობა მთელი სისტემის. რეჩ ეს როგორც ვატყობ მგონი რომ ხმის ჩაწერასა და ხმის მოსმენა რეგულაციას უნდა ხელმძღვანელობდეს. მგონი რომ ეს განყოფილება არის იმ მომხმარებლებისათვის, რომლებსაც სახლში გააჩნიათ თავისი საკუთარი პატარა საოჯახო სტუდია. Свойства обозревателя. ეს არის ინტერნეტ ექსპლორერის პარამეტრები. როგორც ხედავთ, აქ არის შეერთება, უსაფრთხოება, შემადგენლობა, დამატებითი პარამეტრები და პროგრამები. Свойства папки. ეს არის ჩვენი პაპკების პარამეტრები. პაპკის შემადგენლობა, ძირითადში და პაპკის ფუნქციების მართვა. აი მაგალითად აქ თუ შევალთ ჩვენ და გადავალთ მეორე განყოფილებაზე ვიდზე, ჩვენ აქ შეგვიძლია მოვნიშნოთ რა პროგრამები, რა სამსახურები უნდა ჩანდეს, ან რა ფაილები ჩანდეს ჩვენ სისტემაში და რა არ ჩანდეს. აი აქ წერია ვაჩვენოთ ესა და ეს ფაილები, ვაჩვენოთ სისტემისგან დაფარული ფაილები, ან არ ვაჩვენოთ. აქ არის უკვე ფაილის ტიპები. როგორი ტიპის ფაილებს ხსნის ჩვენი სისტემა. STV подключение. ეს არის განყოფილება, რომელიც ემსახურება ინტერნეტ ქსელის ჩართვას, გამორთვას, შეცვლას და ასე შემდეგ. ეს სისტემას ემსახურება. ჩვენი სისტემის რესურსი ჩანს აქვს. აქ და შეგვიძლია შევცვალოთ, გავზარდოთ ვირტუალურად. სკანერები და ფაქსები. სკანერი არა, მაბადეთ, სკანერები და კამერები. ეს ნებისმიერ მოწყობილობას, რომელიც წააგავს სკანერს და კამერას, შეგვიძლია ნებისმიერი მოწყობილობა ამ განყოფილებით ვმართოთ. ეს უკვე არის სპეციალური შესაძლებლობები. მაგალითად, იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც პრობლემა აქვს მხედველობაზე, ვისაც პრობლემა აქვს კლავიატურასთან მუშაობაზე და ასე შემდეგ. აქ არის ეკრანის გამადიდებელი, მასშტაბის გამადიდებელი. არის აგრეთვე ეკრანის კლავიატურა, სპეციალური возможности, სპეციალური შესაძლებლობები. ტელეფონი ή მოდემი. ეს უკვე გასაგებია. ამით ხდება ტესტირება მთლიანი მოწყობილობის, კომპიუტერის მთლიანი მოწყობილობის. აი ამით ხდება დაინსტალირებული პროგრამის წაშლა და მართვა. აი აქ ჩანს ახლა ჩემს კომპიუტერში, ჩემს სისტემაში რა პროგრამებია დაინსტალირებული. შემიძლია მე ამ ხატულას საშუალებით, ამ განყოფილების საშუალებით ნებისმიერი ჩემი პროგრამა წავშალო.
ეს განყოფილება ემსახურება ძირითადად დრაივერების დაყენებას იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გადავაყენებთ Windows-ის გადაყენების დამთავრებისთანავე საჭირო ხდება ამ განყოფილებაში შესვლა და იმ დრაივერების დაყენება, რომელიც აკლია ჩვენ Windows-ს. ეს უკვე ეკუთვნის თვითონ მომხმარებლის პარამეტრები აქ. ესეც იგივეა თითქმის მომხმარებლის პარამეტრები. ეს უსაფრთხოების განყოფილება არის, რაშიც შედის ამა თუ იმ პროგრამის განახლება, ანტივირუსი და ასე შემდეგ. შრიფტის განყოფილება. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ კომპიუტერში ჩავტვირთოთ Z მეტად, რომელიც არ შედის სტანდარტულ Windows-ებში. Z მეტად ჩავტვირთოთ კიდევ სხვადასხვა შრიფტები, მაგალითად ქართული, ჩინური და ასე შემდეგ. ამით იმართება შრიფტები. ამით იმართება ეკრანი. აი ამით კი ჩვენი მოწყობილობების კვების წყარო იმართება. და ბოლო განყოფილება ეს არის ენები. აი ეს პანელი იმართება ძირითადად, აი ეს პანელი ამ განყოფილებით. ეს რაც შეეხებოდა პანელ უправлениას, მართვის პანელს. ახლა რაზე შეიძლება კიდევ ვილაპარაკოთ? მოდით ახლა ვილაპარაკოთ, სხვა გაკვეთილებში კი მაქვს განხილული ეს, მაგრამ ეს ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ჯობია ამ გაკვეთილშიც გავემეორო. თუ გვინდა რომ ჩვენმა კომპიუტერმა სწრაფად იმუშაოს, თვეში ერთხელ მაინც ჩაატარეთ ასეთი გაწმენდა. შევდივართ სტარტ მენიუში კომპიუტერში და შევდივართ ჩვენ სისტემურ დისკში, C დისკში. შევდივართ მარჯვენა კლიკით. გადავდივართ პარამეტრებზე, სვოისტვაზე, შემადგენლობაზე. ნუ რა ვიცი, მე როგორ ეძახის, მე ამას შემადგენლობას ვეძახი. შევდივართ აქ ამ პანჯერაში. ნაჩვენები აღილაკი აჩისტკა დისკის გაწმენდა. ჩვენ ამას ვეთანხმებით და იწყებს სისტემა იმ ფაილების მოძიებას C დისკზე, რომელი ფაილებიც უკვე უმოქმედო დაწყვია და უბრალოდ როგორც ბალასტი ისიაჭრება ჩვენ სისტემას. აი ჩაატარა მონიტორინგის სისტემამ, ჩამოთვალა ის ფაილები, რომლებიც არის დასაშლელი. ჩვენ შეგვიძლია მოვნიშნოთ ესა თუ ის ფაილი, ან არ მოვნიშნოთ. შემდეგ ვეუბნებით OK-ს. გვეკითხება სისტემა, რომ ნამდვილად გინდათ ამათი წაშლა. მერე რომ სანონებელი არ გაგვეხდეს. ჩვენ ვეუბნებით კი. და იწყება ამ ფაილების წაშლა. ამას პატარა დრო ჭირდება დაახლოებით 2-3 წუთი. თუ კი დიდი ხანია რომ კომპიუტერი არ გაწმენდილა, მაშინ შეიძლება 7-8 წუთამდე დაგჭირდეს. მოდი ამას უნდა ველოდებით გავთიშოთ, თქვენს ბოლომდე უნდა ჩაატაროთ. შემდეგ უნდა გადახვიდეთ მეორე განყოფილებაზე. აქ უნდა მივუთითოთ დაგეგმილი შემოწმება. აი აქ უნდა გავუკეთოთ მონიშნა და გავუშვათ. ჩაიწერება ეს დაგეგმილ ოპერაციაში და მეორედ რომ გადაიჭირდება კომპიუტერი, ეს ოპერაცია მაშინ ჩატარდება. და ეს ოპერაცია ემსახურება C დისკის სექტორების შემოწმებას და თუ დაზიანებული სექტორი ავტომატურ შესწორებას. ახლა გადავიდეთ ამ განყოფილებაში უფრო მთავარზე, დეფრაგმენტაცია დისკის. დავაკლიკებთ აი აქ. მივცემთ დეფრაგმენტაციას. სისტემა შეამოწმებს და გამოგვიტანს გამოსახულებას, როგორია ჩვენი C სისტემური დისკი ამჟამად. როდესაც დაიწყება დეფრაგმენტაცია, დეფრაგმენტაციის შედეგად
ცვლილებები გამოისახება ქვედა გამოსახულებაზე. ზედა კი რჩება უცვლელი, რათა შემდეგ შევადაროთ, როგორი იყო ჩვენი სისტემური დისკი და როგორი გახდა შემდეგ. აი ეს მეორე გამოსახულება უნდა იყოს წითელი ხაზის გარეშე. მაშინ არის სისტემა სრულად კარგად გამართული, გასუფთავებული. ამასაც დიდი დრო ჭირდება მე ამას სარდაველოდები გავთიშა. თქვენ ეს ბოლომდე უნდა ჩაატაროთ, სანამ აი აქ ერთი წითელი ხაზიც კი არის, მანამდე უნდა ელოდოთ და გაწმინდოთ, თუ კი გაიწმინდა და დამთავრდა, მაგრამ მაგ წითელი ხაზი ისევ დაინახეთ, უნდა გაიმეოროთ ეს გაწმენდა. ეს გაკვეთილი აქ დავამთავროთ. ამ გაკვეთილს ჩვენ პირობითად უწოდოთ რიგით მეხუთე გაკვეთილი. წარმატებებს გისურვებთ.